გასულ წელს ქუიარ უფლებების თვალსაზრისით მარტო სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც რო გადავხედოთ, ამბები ძალიან ჭრელადაა. სომხეთი თითქოს შედარებით მაღლა იყურება. LGBT სპეციფიკური არაფერი კანონიკი არ მიუღიათ, მაგრამ დასავლეთთან დაახლოების გზას ადგას, რაც შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ თანასწორობისკენ მიმავალი გზის გავლაც მოუწევთ. რამდენად უმტკივნეულოდ ამას ალბათ მომავალი გვიჩვენებს. აზერბაიჯანი ფსკერზეა და იქ დასაკარგი არც არაფერი არ არის, მაგრამ პერიოდული რეიდებით ქუიარ ადამიანებისთვის არსებული დახურული შედარებით უსაფრთხო სივრცეების წართმევასაც კი ისახავენ მიზნად, რაც ძალიან ისე წერტილოვნად არსებობს ხოლმე და ადგილობრივი აქტივისტები ცდილობენ რომ ერთმანეთთან მაინც შეკავშირდნენ. საქართველოში ყველაფერი 2024 წელს დაიწყო, როცა ფაშისტური კანონები მიიღეს, მერე 2025-ში ფერადი სიმბოლიკის და ცისარტყელას დროშასთან დაკავშირებული სიმბოლიკის აკრძალვის კანონი ვნახეთ, ამასთან გენდერი საერთოდ კანონიდან გაქრა, უფრო ფართოდაც თუ შევხედავთ, ცენტრალურ აზიაშიც ყველაფერი უარესობისკენ მიდის, ყაზახეთში კანონები მიიღეს, დანარჩენ ქვეყნებშიც არ არის სახარბიელო სიტუაცია, თვითონ ევროპის შიგნითაც ისეთი მტკივნეული ძვრები მიდის. პირველი მერცხალი ამის იყო უნგრეთი, რომელმაც მკვეთრად ჰომოფობიური კანონების მიღება დაიწყო, სლოვაკეთშიც იგივე პროცესები მიდის, იქეთ ამერიკაში ტრამპი გაპრეზიდენტდა და ეს მთლიანად ამერიკის რეალობაზეც აისახება და უფრო ფართოდ სხვა ქვეყნებზეც, რომელთაც ამერიკისგან დაფინანსება მოაკლდათ და განსაკუთრებით ეს შეეხება ქუიარ უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ინიციატივებს. მოკლედ, როგორია 2025 წელი ქუიარ უფლებებისთვის, რა ხდება, რატომ ხდება და როგორ ხდება და როგორ შეიძლება იყოს პროგნოზი მომავლისთვის, ამ თემებზე ვსაუბრობთ უკანონო პოდკასტის მომდევნო ეპიზოდში ემიგრანტ ქუიარ აქტივისტ ნათია გვიანიშვილთან ერთად. ეს უკანონო პოდკასტია, მე გიორგი ბასხაჯაური ვარ და პოდკასტის ყოველი ახალი ეპიზოდის ნახვა სამშაბათობით საღამოს 7 საათზე შეგიძლიათ გამოგვიწერეთ, გამოგყვებით და გვიყურეთ და გვისმინეთ. მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში და გასულ წელს რო გადახედო, სანამ უფრო სპეციფიკურად რაღაცებზე ვისაუბრებთ, როგორ ფიქრობ, უფრო აღმა მივდივართ თუ დაღმა მივდივართ ქუიარ უფლებების კუთხით? ხო, ეს ცოტა ისტორიული სიცილი მეწყება ამ კითხვაზე. პირველ რიგში მადლობა რომ მომიწვიეთ, ძალიან მიყვარს ეს პოდკასტი და გავაგრძელოთ აუცილებლად ერთმანეთთან საუბარი და ქუიარ თემებზე საუბარი. რაც შეეხება 2025 წელს ცალსახად ქუიარ ადამიანებისთვის გლობალურად ეს წელი იყო ცუდი. დაიწყო ცუდად და მთავრდება ასევე საკმაოდ ცუდად. ნაწილი შესავალში შენც ახსენე, მაგრამ რო შევხედოთ, ხო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა იყო ბუნებრივია ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მთლიანად მოსპო განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება, რაც ამერიკიდან მოდიოდა. ეს მაგალითად იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური აზიის დაფინანსება ქუიარ ორგანიზაციებისთვის თითქმის მთლიანად გაქრა, იმიტომ რომ ცენტრალურ აზიას ისედაც ძალიან ბევრი დონორი არ ყავდა. ძალიან იკლო მაგალითად ბალკანეთის დაფინანსება და ნუ ეს ყველაზე მეტად ურტყავს მოწყვა ჯგუფებს, როგორც არიან ქუიარი ადამიანები, ხო? LGBT ორგანიზაციების დაფინანსება არის ძალიან დაბალი ამ ეტაპზე. ლათინურ ამერიკაში ძალიან დაიკლო დაფინანსება და დაფინანსებაზე რო ვლაპარაკობთ, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ანუ ადამიანებს არ ესმით ხოლმე რა იგულისხმება ამაში, ხო? ამაში იგულისხმება ისეთი ტიპის სერვისები, როგორიც არის აი ძალადობის მსხვერპლი მოვიდა და სადმა წავიყვანო, ხო? ეს არის რაღაცა უსაფრთხო საცხოვრისი, ეს შეიძლება იყოს ადვოკატის დახმარება, ეს შეიძლება იყოს საკვები, ეს შეიძლება იყოს ფსიქოსოციალური დახმარება და ეს შეიძლება იყოს ხო, რომ აი სისტემაში გავარკვე, რომ სად შეიძლება რაღაცა სამართალი მივიღო, ხო? ანუ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და ასევე ჯანდაცვის სერვისები, რომელსაც ქუიარ ადამიანებს ბევრ შემთხვევაში სახელმწიფო არ აწუდის უბრალოდ. ეს არის დაფინანსების ნაწილია და ასევე მნიშვნელოვანია აქ ის ითქვას, რომ
HIV პრევენციის და მკურნალობის მხრივ არის ძალიან ცუდი სიტუაცია. იმიტომ რომ მაგალითად აფრიკის ძალიან აფრიკაში საჰარას ქვემო აფრიკაში ასე ვთქვათ 80%-ზე მეტი დაფინანსება AIDS რაც ეხება მოდიოდა და მოდის გარე წყაროებიდან, ხო? და ამერიკის დაფინანსება იყო ლომის წილი აქ. და აქ ჩვენ ვსაუბრობთ ეს დაფინანსება როცა ხდება იმაზე რომ ადამიანები კვდებიან პირდაპირ ყოველგვარი შეულამაზებელი მის გარეშე ადამიანები როგორც დასრულებული ადამიანები ისე ბავშვები კვდებიან და queer ადამიანებს რა თქმა უნდა გაცნობთ უფრო მეტად ეხებათ ის იმიტომ რომ ისეთ ქვეყნებში სადაც არის მაგალითად queer ურთიერთობების კრიმინალიზება ჰომოსექსუალი კაცი მაგალითად უგანდაში ვერ მივა სახელმწიფო სტრუქტურაში და იქ ვერ მოითხოვს HIV-თან დაკავშირებულ სერვისს იმიტომ რომ მაშინვე როგორც იტყვიან ხოლმე ჟარგონულად გაიფაქტება და ჩასვამენ ციხეში სავარაუდოდ. შესაბამისად ორგანიზაციების, სათემო ორგანიზაციების ხარჯზე ახერხებს ეს ხალხი რომ მიიღოს სერვისი და გადარჩეს. პოლიტიკურადაც ძალიან ცუდი წელი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რეალურად, მარტო ჩვენს კონტინენტს რო შევხედოთ, თუ ნახევარ კონტინენტს შენ რასაც ამბობდი შესავალში, ხო, სულ ხდება რაღაცა ამ ეგრეთ წოდებული პროპაგანდის, LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების რაღაცა ვარიაციების, ესე იგი, წამოჩიტვა და ზოგან გადის, ზოგან არ გადის, მაგრამ ნარატივი და ეს მსუსხავი ეფექტი მაინც რჩება, ხო? ესე იგი, სლოვაკეთმა ხო მიიღო კონსტიტუციური ცვლილება, სადაც დიდი სამბით აღნიშნეს, რომ ორი სქესი არსებობს მხოლოდ მაგრამ ასევე შეუზღუდეს მაგალითად queer წყვილებს შვილად აყვანის უფლება ესე იგი ალბანეთმა და თურქეთმა სცადეს ამას წინათ ეგრეთ წოდებული პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების შემოტანა არც ერთგან ჯერჯერობით ეს არ მოხდა იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ ეფექტი მოყვა და ყველა დაირაზმა და ასე თუ ისე სიტყვაზე ერდოღანის პოლიტიკის და მიუხედავად დასავლეთს მეტნაკლებად ასე ვთქვათ უწევს ანგარიშს და პლუს queer ჯგუფები ძალიან დაირაზმნენ მანდაც და ალბანეთშიც და მოახერხეს რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ მიუღიათ არც ერთგან მაგრამ ესენი აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს მაგალითსაც ვნახეთ ეს რომ ეს კანონები ესე არ ქრება ეს არის ინსტრუმენტი რომელიც აუცილებლად გამოიყენებენ რაღაც შემთხვევაში პოლონეთში უკეთესი სიტუაცია არის, უნგრეთში ისევ ცუდი სიტუაცია არის. და კიდევ ერთი აი ამ ესეთი ტიპის კანონების გარდა ტენდენცია რასაც ვხედავთ არის პირდაპირ თავდასხმა ტრანს ადამიანებზე და ტრანსი ადამიანების უფლებებზე. ეს არის ცალსახა ნარატივი, რომელიც საერთო აქვს ყველა აი ამ ანტი-LGBTQ ინიციატივას. იმიტომ რომ ადრე თუ ნარატივი იყო ის რომ აი გეებისგან უნდა დავიცვათ ბავშვები, იმიტომ რომ რატომღაც ითვლება რომ გეები ბავშვებზე იძალადებენ, ეხლა შემოვიდა ახალი ნარატივი რომ ბავშვები უნდა დავიცვათ თავს მოხვეული სქესის შეცვლისგან. და ეს ნარატივი ჰქონდა ქართულ ოცნებასაც, მაშინ როდესაც ტრანსი ადამიანები მათ ასე ვთქვათ ლექსიკონში საერთოდ არ არსებობდნენ მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით queer მოძრაობაში რომ რაღაცა სახის პროტოკოლი მაინც არსებობს. ხო, პროტოკოლი მაინც არსებობდეს სქესამართლებრივი აღიარების, ხო, რომელიც არ მოითხოვს, რომ ადამიანმა რაღაცა სტერილიზაცია გაიაროს მაინც და მაინც, ხო? არ არსებობდა ეს ამათ ლექსიკონში, უცებ გაჩნდა. აი ესე ჩნდება ამ სხვადასხვა ავტორიტარულ ან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ პოლიტიკოსებთან ეს ნარატივი, რომელსაც ხელს უწყობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც როგორც არის მაგალითად JK Rowling-ი, როგორც არის ტრამპის მთელი ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ავრცელებენ ამ რაღაცა კლიშეებს, აბსოლუტურად არაფერს დაფუძნებულ სიძულვილს და ეს ხდება რეალურად პოლიტიკოსები ხედავენ, რომ ნაყოფიერი ნიადაგი არის იმისთვის, რომ აი ეს გამოვიყენოთ და აი ამაზე ფოკუსირდეთ. მოკლედ, ცუდი წელი იყო. ძალიან. კი ბატონო. ეს ახსენე ის რომ რაღაცა ერთი პერიოდი მოკლედ ეს გეებზე იყო სწორება და ეხლა უკვე ტრანს ადამიანებზე სექსუალური ორიენტაციის საკითხი ანუ შედარებით გადალახული და მიღებული ამბავია რომ მაგალითად არსებობენ გეები და გენდერული საკითხი ჯერ კიდევ მტკივნეული და ბევრად უფრო მტკივნეულია თუ რატო მოხდა ეს shift-ი მაგაზე თუ შეიძლება დაკვირვება ან მაგის ანალიზი თუ შეიძლება რა რას უნდა გამოეწვია ეს shift-ი ამ გეი ადამიანებიდან ტრანსებზე
იცი, ჩემი აზრით ესეც ცოტა კონტექსტუალურია, ხა მაგალითად ამერიკის და დიდი ბრიტანეთის, იმიტომ რომ ეს არის ორი ესეთი დიდი ქვეყანა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საერთაშორისო, ანუ გლობალურადაც, ხო, იმაზე რა ქვია, პოლიტიკაზე სხვა ქვეყნებზე. ეს არის ეხლა რასაც უყურებთ, ორი ესეთი ძალიან დიდი კერა, აი ამ რაღაცა ანტიტრანს სენტიმენტების და ნარატივების. არა მხოლოდ ესენი, ანუ სხვებიც არის რა და სხვა დასავლურ ევროპულ მაგალითად საზოგადოებებშიც არის ესენი, მაგრამ აი ეს არის ორი მთავარი. ეხლა მაგ ორ ქვეყანაში სექსუალური ორიენტაციის ამბავი მეტნაკლებად არის გადალახული როგორც ასეთი, ანუ უფრო მეტი კონსენსუსია საზოგადოებაში, იმასთან დაკავშირებით, რომ აი, გეებს და ლესბოსელებს არ აუშავთ, ბისექსუალებს მაინც არ გვესმის, მაგრამ არ გვაინტერესებს, დაახლოებით ეგეთი სენტიმენტებია, ხო? და რომ აი ყველას უნდა ქონდეს რაღაცა ოჯახის და სიყვარულის უფლება, იმიტომ რომ აი გეებს და ლესბოსელების შემთხვევაში, ხო, უფრო აი ეს სიყვარულის მესიჯმა გაჭრა რაღაცა უფრო ესეთ ლიბერალურ წრეებში მაგალითად, ხო, რომ აი ყველას აქვს უფლება რომ უყვარდეს ვინც უნდა, რაზეც ფარისევლური მითების. მე ჩემი პრობლემები მაგასთან, იმიტომ რომ ძალიან ამარტივებს იმას თუ რა არის ქუიარად ყოფნა, ხო, ზოგადად, მაგრამ როგორც არის. ისაც ჰეტერომოლოდინებს გიქვემდებარებს რომ რაღაცა. და რო სინამდვილეში გეებს და ლესბოსელებს უნდათ რომ ამ საზოგადოებას მოერგონ და მოკლედ პროდუქტიული ასე ვთქვათ მონაწილეები იყვნენ საზოგადოების და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამან ცოტა გადაალახინა. და შესაბამისად აი ეს ბრჭყალებში პედოფილი გეის კლიშე იმდენად აღარ მუშაობს საზოგადოების ფართო სეგმენტებზე. მით უმეტეს რომ საჯარო ანუ კონსერვატორების მხარესაც არიან საჯარო დღია გეები და ლესბოსელები, ხო? რესპუბლიკურ პარტიაშიც მაგალითად და ასე შემდეგ. ამიტომ გახდა საჭირო რომ მოიძიო უფრო ისეთი ნარატივი, რომელიც კიდევ უფრო შეაშინებს ხალხს, რომელიც არის გაუგებარი, რომელიც არ არის მარტივად ახსნადი, ანუ ჩვენი მხრიდან რო ვცდილობთ რაღაცა ავხსნათ ყოველთვის ძალიან ვართულებთ რაღაცებს, იმიტომ რომ ცხოვრება რთულია, ადამიანად ყოფნა არის რთული და შესაბამისად ისინი პოპულისტურად მარტივ რაღაცა ამ კლიშეებს ქმნიან იმასთან დაკავშირებით, რომ აი ტრანსი ქალიქა, ნამდვილ ქალებს ბრჭყალებში ვამბობ ამას, უქმნის საფრთხეს, ეგ ერთი და მეორე ის, რომ აი ის ფაქტი, რომ მოზარდებისთვის შეიძლება არსებობდეს რაღაცა ტიპის სამედიცინო ან ფსიქოსოციალური დახმარება, როდესაც მოზარდი თავს აიდენტიფიცირებს როგორც ტრანსი, ეს არის თურმე, აი თავს მოხვეული, აი ხა სქესს შეაცვლებინებენ ჩვენს ბავშვებს. აი ეს ნარატივი. მაგიტომ მგონია, რომ ისეთ საზოგადოებებშიც როგორც არის საქართველოს მაგალითად და უფრო კონსერვატიული საზოგადოებები, ანუ შეიძლება ხალხს იმდენად აღარ მუშაობს, იმიტომ რომ ხა 20 და 30 წელი ერთი და იგივე სრულ აპარაკობ, რომ ვიღაცა გეი მოვა და რაღაცას გიზავს, ხო და რეალურად ხა ხედავს ხალხი, რომ არაფერი არ ხდება. ამიტომ დრო არის, რომ გადავიდნენ რაღაცა სხვა ნარატივზე და ეს ნარატივი არის ესეთი რაც ეხება უშუალოდ იმას, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი უნდა შეშინდეს იმითი, რომ რაღაცა ის სქესის და გენდერის აი ამ რასაც ესენი თვლიან, რომ არის ესეთი ჩაცემენტებული კატეგორიები, რომ აი ამისი რღვევა ხდება და აი ამისი რღვევა რო ხდება, ესე იგი ჩვენ ხვალ საერთოდ ვინ ვიქნებით ქართველი რას დაემსგავსება და როგორი მომავალი გვექნება, კაცი შვილმა არ იცის და ამიტომ ფოკუსი უნდა გადავიდოთ ამაზე და არა იმაზე, რომ ჩვენი პენსიონერების ნახევარზე მეტი იქექება ნაგავში იმისთვის, რომ საკვები იპოვოს. ეს ისედაც არ ვიცი რაღაცა ხედავთ რომ დემოგრაფიულ დაბერებასთან გვაქვს საქმე, და ისედაც მე მიგრაციის ამ ტალღაშიც ბოლო წლების ტალღაშიც შეიმჩნევა, რომ ეხლა ოჯახებად მიდიან და ახალგაზრდების ხვედრითი წლი, არასრულწლოვანების ხვედრითი წლი ბევრად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები, ძველგაზრდები და ზოგადად დიდი ხნით დასარჩენად რომ მიდიან, მაგას მოწმობს შესაბამისად ამ ქვეყანაში ბავშვები იკლებენ დემოგრაფიული ვითარება უარესდება, რაზეც ჩაჭერა აქვთ ხოლმე, მაგრამ ისე უნდა დააბრალონ ეს ქუიარ ადამიანებს, მაგრამ ამ პროცესში როცა რაღაცა ქუიარ უფლებები საერთოდ ილახება, უნდა ველოდეთ თუ არა ემიგრაციის კიდევ უფრო გაზრდილ ტალღას, ან საერთოდაც რამდენად უნდა ველოდოთ იმას, რომ ეს საზღვრები, რომელიც შეიძლება რაღაც მომენტში ღია იყო, უფრო და უფრო ჩაიკეტება და ევროპაც დაიხურება ამ ადამიანებისთვის, გინდა აფრიკიდან თუ მოკლედ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, რომლებსაც გაუუარესა ერთ შემთხვევაში ტრამპმა და ვინ აღარ მოკლედ მდგომარეობა. რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს მიგრაციის მიმართულებით, ეგ არის საინტერესო, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ეგ არის რა, ადამიანები ვერ რჩებიან და მიდიან მუდმივად. დაიძებენ ახლა.
ხო, მიგრაცია ესეც საკითხი არის რომელზეც მოკლედ ერთ-ერთი ესეთი თემაა, რომელსაც ევროპაშიც და ამერიკაშიც მემარჯვენე და კონსერვატიული მთავრობები ამ ძალიან აქვს ჩაჭერილი მაგ საკითხზე. და ანუ შვედეთშიც მაგალითად სადაც მე ვცხოვრობ, ანუ მიგრაცია არის ის საკითხი, რაზეც ყველაზე აქტიურად მუშაობს კონსერვატიული მთავრობა, რომელიც ამ მომენტში ყავს. და ნუ პრობლემა რეალურად ის არის, რომ მიგრაციაზეც ძალიან ესე ხდება გამარტივებული ტერმინებით, ხდება საუბარი და არ ხდება იმაზე საუბარი, რომ რეალურად ქვეყნებს სჭირდებათ მუშახელი და მიგრაციის შემცირებასთან ერთად მუშახელი შემცირდება, იმიტომ რომ დემოგრაფიის პრობლემები ევროპაშიც დგას. და პოპულაცია ბერდება იქაც და რო შეხედო ესე იგი სერვისის სფეროში, მათ შორის მოხუცების მოვლის სფეროშიც, ძირთად მიგრანტები არიან წარმოდგენილები. ნუ მოკლედ ამაზე არ ხდება საუბარი. რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, ანუ უარესობა იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით ევროპის ქვეყნები ამკაცრებს და ამკაცრებს მიგრაციის პოლიტიკას. ეხლა რაღაცა შემთხვევებში შეიძლება ძალიან კონკრეტული ჯგუფებისთვის, როგორც არის მაგალითად ქუიარ ადამიანები, ან შეიძლება სხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფები, ან თუნდაც აი ძალიან კონკრეტული პოლიტიკური დევნის შემთხვევების მქონე ადამიანებისთვის შეიძლება დატოვონ რაღაცა გახსნილი, ხო, რაღაცა ფანჯრები, ასე ვთქვათ. მაგრამ ქუიარ ადამიანებსაც, ანუ ძალიან რთული გზის გამოვლა უწევთ იმისთვის, რომ ეხლა მე რაღაცა ქვეყანაში ჩავიდე და მოვითხოვ თავშესაფარი, გააჩნია ხო, როგორი პოლიტიკა აქვს კონკრეტულ ქვეყანას. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ანუ შენზე არის იმისი ტვირთი, რომ დაამტკიცო, რომ მართლა ქუიარი ხარ. და მართლა რაღაცა რისკები გაქვს და მართლა გდევნიან და მართლა პოლიციასთან ვერ მიდიხარ და მართლა და ეს არის აი ძალიან ცუდი წნეხი. და იქაც არის ხოლმე მაგალითად ხა მე რა ორგანიზაციაშიც მუშაობდი, ერთ-ერთი ჩემი თანამშრომელი იურისტი, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს თავშესაფრის მოძიების кейსებში, ან ქუიარ ადამიანებს, რომელიც შვედეთში ჩამოდიოდნენ. ანუ საიმიგრაციო სვამს ისეთ შეკითხვებს და ისეთი კლიშეებით მოქმედებს, რომ აი მაგალითად შენ რო უთხრა, რომ რავი მე რაღაც აფრიკიდან ხარ და იცი რა არის, ანუ პირველ შეყვარებული რო ყავდა, ხო? ბედნიერი იყავი. ანუ არ იყავი უბედური, ხო? აი მან ეჭვი უჩნდებათ, რომ რატო არ იყავი უბედური? ანუ შენ უნდა იყო უბედური, ქუიარი, რომელსაც საკუთარი თავის ძულს, საკუთარი საზოგადოებას ძულს, საკუთარი ოჯახის ძულს და აი მაშინ იქნება რომ ხო, იცი რა არის, აი ესე იგი ხო მართლა ეგრეა. ეხლა შეიძლება ვუტრირებ რაღაცებს, მაგრამ არია ესეთი კითხვების დასმის შემთხვევები, ხო და ეს არის რეალურად ის კლიშეები, რომლითაც ეს სისტემები ოპერირებს. მაგრამ ნუ მოკლედ ეს ფანჯრები შეიძლება იყოს გახსნილი, მაგრამ უფრო და უფრო ჩაიკეტება. იმიტომ რომ ნუ ხვდებით ახლა კლიმატური ცვლილებების ფარგლებში, ომების ფარგლებში, რაც ჩვენს გარშემო მძვინვარებს, ევროპელები ხედავენ იმის რისკებს, რომ უფრო მეტი ადამიანი მოაწყდებათ, მათ და შესაბამისად კეტავენ ამ საზღვრებს და ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. და მეორე მიზეზი არის ასევე ის ფაქტი, რომ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში, ბევრი დასავლური ქვეყანა ევროკავშირში, მათ შორის ანუ დაიწყეს შებრუნდნენ, ასე ვთქვათ, შეხედეს საკუთარ თავს და თქვეს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ. და შესაბამისად თანხები, რაც მაგალითად სოციალურ საკითხებზე მიდიოდა, განვითარების ხელშეწყობაზე მიდიოდა, ასე შემდეგ, ამ თანხების საკმაოდ დიდი ნაწილის გადამისამართება ხდება ამაზე და ნუ ჩაკეტილი საზღვრებიც მაგისი ერთ-ერთი ნაწილია, ხო, რომ შენ უფრო იცავ, ასე ვთქვათ, თავს. ხო. და ნუ ეს მათ შორის ქუიარ ადამიანებისთვისაც ნიშნავს რაღაცა ბევრად ისეთ შეიძლება გართულებულ მოცემულობას, როცა ვერც
შენს ქვეყანაში რჩები და ვერც მაინც და მაინც წასასვლელს პოულობ. მიზეზებზე ხოლმე ძალიან ბევრი დისკუსია არსებობს, რის გამო ხდება, რომ მუდმივად ამ ჭიდილში ვართ, რომ მოკლედ თანასწორობა თუ არა, რაღაცა სექსუალობის და გენდერის ნაწილში რაღაცა მიღებლობა თუ არა და მუდმივად მოკლედ წინ და უკან დავდივართ და ნაწილი საერთოდ ესეც არ მესმის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა კრიტიკა არსებობდეს, როგორ შეიძლება რომ ის ვინც სამიზნეა თვითონ დამნაშავედ გამოიყვანო და მათ შორის ეს ეგრეთ წოდებული woke agenda-ში ეძება მთავარი დამნაშავე, რა შეიძლება იყოს მიზეზები იმის, რომ რაღაცნაირად პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად ფიქსირდება queer და trans საკითხები მოკლედ ზოგადად საზოგადოებები რატო შეიძლება იყოს ასე მარტივად სამართავი იყოს მოკლედ ამ ნაწილში რა. იმიტომ რომ ინფორმაცია და ანუ წვდომა არ აქვს ალბათ ადამიანს რაღაცებზე. ანუ ბევრი სხვა მიზეზია და საზოგადოებებს რო ამობთ ზოგადად ხო ძალიან ბევრი რაღაც არის კონტექსტუალური ხო? საქართველოს რო შევხედოთ მაგალითად, ანუ ჩვენ გვაქვს ანუ ჰომოფობია და ტრანსფობია, ანუ ზოგადად რა ფართოდ რო ვთქვათ ჰომოფობია, რომელიც მოიცავს ასევე ტრანს ადამიანებს და ასე შემდეგ, რა, იმიტომ რომ ზოგადად ეს გენდერული იდენტობა, სექსუალური ორიენტაცია, ეს გენდერი არ განირჩევა ხოლმე ამ ნარატივში, საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის, ხო, რომელიც არ არის საქმეში ჩახედული, ასე ვთქვათ. ანუ ეს ბრენდი ჰომოფობიის რა ჩვენ გვაქვს, ჩვენ რეალურად არის კოლონიური გადმონაშთი რუსეთიდან. და ამისი ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ის ფაქტი რომ ჰომოფობია გახდა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი მოდის სწორედ აი აქედან, ხო? ანუ ეს დაიწყო ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდში და მან ძალიან საინტერესო ის არის რომ განსაკუთრებით აწვებოდნენ კავკასიას და ცენტრალურ აზიას მაგ მხრივ. იმიტომ რომ ჰომოსექსუალური ქცევა იგივდებოდა რაღაცა ჭყალებში ჩამორჩენილ ველურ რაღაცა კულტურულ გადმონაშთებთან რომელიც აი თეთრი რუსი უნდა მოსულიყო და უნდა ეძულებინა რომ მოგვეშორებინა თავიდან და ნუ მოკლედ რაღაცა სინათლეზე გამოვეყვანეთ. ანუ დაახლოებით ეგეთი ნარატივი იყო. რა ისტორიულ წყაროებიც რო წაიკითხოთ ხომ, თუნდაც მე-19 საუკუნის, ანუ ნარატივი არის ეგ. მერე როდესაც ბოლშევიკებმა გადაიბარეს ეს ყველაფერი, ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია იყო რაღაცა ქვეყნებში, რომელიც შედიოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ კავკასიის და ცენტრალური აზიის უდიდეს ნაწილში დეკრიმინალიზაცია არ შემდგარა. და არ შემდგარა ზუსტად იმიტომ, რომ ბოლშევიკებმა გააგრძელეს ზუსტად ის ნარატივი, რომ აი ამათი სიველურე ჩვენს მოდერნულ საზოგადოებაში არ ჯდება და ამიტომ იძულებულები ვართ, რომ აიძულოთ რომ როგორღაც გადააგდონა ეს ქცევა. იმიტომ ხიხია და უნდა გადააგდო. და ამასობაში რა ვიცი მე რაღაცა იმას არ მომობ რომ ხე პეტერბურგში ძალიან მიღებულები იყვნენ, მაგრამ მაღალი კლასის თეთრი სლავი თავშეყრის ადგილები ქონდათ, ხო და ეს ხდებოდა მეორე მხრივ ეს გახდა სექსოლოგების შესწავლის საკითხი. ანუ თუ ჩვენ მსოფლიოს ჩვენს ნაწილში ჩვენ ველურები ვიყავით და ამიტომ ეს იყო რა ვიცი მე პროკურორის და პოლიციელის ასე ვთქვათ სფერო, იქით ეს იყო აი სექსოლოგმა უნდა შეისწავლოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ აი ესე იყო. თან ეს მართვის ამბები ახლა ქალების შემთხვევაში კიდე სხვანაირად იყო. იქ პირდაპირ ფსიქიკური ჯანმრთელობის კატეგორიად განიხილებოდა, რაც ნუ ასევე აი როგორ შეიძლება რომ ეს ერთი და იგივე საკითხი დაყო მე და ქალს სხვა მიდგომით უმკურნალო თუ ქალის ნუ ქალში ლესბიან ქცევას სხვა რაღაც დაარქვა, კაცში ჰომოსექსუალურ ქცევას სხვა რაღაც დაარქვა და ანუ ზოგადად ხო ცოტა უცნაურია მოკლედ ეს. კი, ანუ ეგეც ხო, მაგრამ ეგეც ანუ ატიტუდებში რო შეხედო მიდგომებში ხო, ჩვენთან ანუ ეგეც ეგ ნარატივიც მანდედან მოდის, რომ იცი რა არის, კაცი თუ გეი არის ტრაგედია, იმიტომ რომ იმან რა უნდა აქნას, ხო, ნუ სექსუალობა არ გვესმის საერთოდ სხვა საკითხია, მაგრამ ქალი, ნუ იცი რა არის, არაუშავს რა, იმიტომ რომ ქალზე ძალადობასაც არაუშავს.
იმიტომ რომ ქალს დიდად აქტიურობა არ ჭირდება იმისთვის რომ ბავშვი გააჩინოს, მთავარი აქტიური პარტნიორი არის კაცი, ამიტომ ის თუ გეი არის და თუ არ უდგება პირობითად რო ვთქვათ, ხო? ქალზე. ეგ არის ძალიან ცუდი სიტუაცია. ანუ აი ესენი ხო მე უბრალოდ სტალინის პერიოდშიც და მე მოხდა აი ამ ინსტრუმენტების და ამ ნარატივების კონსოლიდაცია და როგორც სექსოპათოლოგია ბოდიშს მოვიხდი და ფსიქოპათოლოგია ჰომოსექსუალობის თვალსაზრისით ისე სისხლის სამართლის კოდექსი იქცა უბრალოდ ხო აი პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დევნის იმად რა ქვია ინსტრუმენტად და ეს არის ის მემკვიდრეობა რომელიც ჩვენმა არც თუ ისე რავი კეთილმა და არც თუ ისე ჭკვიანმა პოლიტიკოსებმა გადმოიღეს და ნუ ძალიან გაუმარტივდათ აი ამების გამოყენება. ესე არის სხვადასხვა საზოგადოებაში, ეხლა მსოფლიოს გარშემოც ხო ყველას რაღაცა თავისი მემკვიდრეობა აქვს სხვადასხვა სიტუაციიდან. მაგრამ მეორე საკითხი არის ის კიდე, როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგში არის ქვიარ საკითხები, ნუ ან ყოველ შემთხვევაში იმასაც უნდა დავუკვირდეთ, რომ ეს საკითხები დგას ძალიან ზედაპირულად. და ამას მე არ დავარქმევდი რომ პოლიტიკური დღის წესრიგში დგას, არამედ დავარქმევდი იმას რომ ხო, ანუ გამოიყენება პოპულისტურ ინსტრუმენტად იმისთვის რომ ან ყურადღება გადაატანინოს საზოგადოებას რამე სხვაზე, ან შექმნა რაღაცა მორალური პანიკა საზოგადოებაში. ან შექმნა იმისი რაღაცა ილუზია, იმიტომ რომ მაგასაც შევხვდით, რომ ჩვენ ქვიარ ადამიანები რაღაცა ეს ელიტა ვართ, რომელიც იქ საიდანღაც სოროსთან ერთად მართავთ ვიღაცას და ამიტომ მიიღეს საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი და იმ სინამდვილეში მშრომელი ხალხი არ აინტერესებთ. აი ხო ხდება აი ეგეთი რაღაცეები. და რეალურად ეხმარება იმაში, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს საზოგადოებაში, ვიღაცები პოპულისტურად აყვნენ, რომ კი ღარიბი ვარ, კი საჭმელი არა მაქვს, მაგრამ ქემაინც აი ამათ არ დავისვამ თავზე და ქემაინც რაღაცა ის მექნება, რა ქვია, იმის შეგრძნება მაინც მექნება, რომ საზოგადოებას ვცნობ, ხვალ რო გავიღვიძებ, იმიტომ რომ ადამიანებს მოთხოვნა აქვს სტაბილურობაზე. და რეალურად სადაც კი შეუძლიათ, რომ ამ სტაბილურობის რაღაცა დაპირება მიიღონ, აი იმას იღებენ და იმას ჭამენ, იმიტომ რომ სხვა საჭმელი უბრალოდ აღარ არის. აი პრინციპში რუსეთის ფაქტორზე ახსენებ, იმიტომ რომ მე მინდოდა მაგის განხილვაც, ნუ გლობალური ესეთი ტრენდი რო არსებობს, მოკლედ ამ გაუარესების გასაგებია და მე ხოლმე გაუგებარია, რომ საქართველოშიც გააქტიურდა მოკლედ ამ ნაბიჯების გადადგმა რუსულ სტილზე და რუსულ ხელწერაზე აქტიურად წავიდა საუბარი რა და მე შეიძლება აუდიტორიის ნაწილმა ვერ დაინახოს ის, თუ საუბრობთ იმაზე, რომ მაგალითად ამერიკაშიც იგივე ხდება, ლათინო ამერიკაც და აზიაც და ნუ მოკლედ ყველგან იგივე ბრძოლებია, როცა ქართულ კონტექსტებს საუბრობთ, რუსულ ფაქტორს რატო დავეძებთ და ამის გამოყოფის საჭიროება რატო ხდება რა და მგონი მაგან ნაწილობრივ გასცა კიდეც პასუხი, რომ ჩვენ ამ გამოცდილებიდან მოვდივართ, სადაც რუსული რაღაცნაირად ამბები და ის რაც რუსეთში ხდება, მე ჩვენთან მეორდება, ან ამ გზას თუ გავყევით, ამ სივრცის ნაწილი ხდებით და იმ გავლენის სფეროში ვართ რა. მაგრამ მაგის იქედაც პრინციპში რუსეთი ძალიან ბევრს ხარჯავს იმაზე, რომ საქართველოშიც და ევროპაშიც და ზოგადად მოკლედ იმ პროპაგანდაზე, ანტიგენდერულ პროპაგანდაზე ძალიან ბევრს ხარჯავს და ამიტომ ალბათ ეს სოფლიო ტრენდი ერთია, მაგრამ რუსეთის ფაქტორი როგორც ამ რაღაცა ტრენდის განსაზღვრის და მე რაღაცნაირად შემოbrunების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია რა. არა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ჩაგიჭრები აქ, იმიტომ რომ მართალი ხარ ზუსტად ანუ მე ზოგადად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თulis რომ აი რავი მე კანალიზაციის მილმა ამოხეთქა და რუსეთს ბრალია ხო ხდები, ანუ ხშირ შემთხვევაში ხდება გადამეტებით იმის თქმა რომ აი რუსეთი მაშინ როდესაც სიტყვაზე როდესაც ჩვენს წინა თავრობაში მყოფ პოლიტიკოსებს რაღაცების შანსი ჰქონდათ, რაღაცების გამოსწორების და არ გამოსწორებს. მაგალითად იგივე ის რომ რა სიტუაციაც არის და რა გავლენაც აქვს საპატრიარქოს საზოგადოებაზე, ხო? ეგ რუსეთის ბრალი იმდენად არ არის, რამდენადაც იმისი ბრალი, რომ სააკაშვილის მთავრობამ თავის დროზე გადაწყვიტა, რომ მარკირება კი არ გაეკეთებინა ამათ წინააღმდეგ, სანამ შანსი ჰქონდა და სანამ მართლა აი ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდა, ხო? არამედ ხო, აი ხელი ხელს დაბანს აქ, ხო? და მე ანუ ხო, რეალურად ხო, მოკლედ
მაგრამ ხო, აი მემკვიდრეობა რაც გვაქვს, ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, რომ რატო გვაქვს, საიდან მოდის და რეალურად რუსი როგორც ასეთი ვინ არის, ხო? და რა უნდა ჩვენგან. ეგ ერთი. მეორე არის ის, რომ ანუ მსგავსება არის ბუნებრივია, სხვა მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ხო, გინა აფრიკა აიღე, გინა აზიის ნაწილები აიღე და გინა ლათინურ ამერიკის ნაწილები აიღე. ანუ მასთან ყველგან კრიმინალიზაცია ჰომოსექსუალური ურთიერთობების, ძირითადად კაცებზე მიმართული, შემოვიდა კოლონიური ევროპული ქვეყნებიდან. და ესეც ის არის, რა ქვია, ანუ ყველას ეს თავისი მემკვიდრეობა აქვს და ეს მე დღევანდლობაში ცოტა სხვადასხვანაირად აისახება, მაგრამ ნუ ტენდენცია ეგ არის. და მესამე მომენტი და აქ შეგვიძლია ბევრი საერთო ვიპოვოთ, ხო, ამ ადამიანებთან ჩვენს მათ შორის, თუ გავიაზრებთ, რომ მართლა რაღაცა ანუ კოლონიალური ასე ვთქვათ ძალის მიერ ვიყავით დაპყრობილები. ძალიან დიდი ხანია. მესამე ის არის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არის კოლონიური ასე ვთქვათ ძალა ჩვენს კონტინენტზე. იმიტომ რომ ეს ფედერაცია თავისით არ მოსულა, როგორც ასეთი არ თავისით არ ესე რა ვიცი მე სლავებმა ესე უბრალოდ ექსპანსია არ გააკეთეს იქ მთელს იმაზე რა ქვია მთელს კონტინენტზე, ხო? ანუ ესენი იპყრობდნენ, ხოცავდნენ, კულტურებს ანადგურებდნენ, აუპატიურებდნენ, წვავდნენ და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის მეთოდი, რასაც იგივე რავი ბრიტანელები, ჰოლანდიელები და სულ ესპანელები იყენებდნენ თავის კოლონიზაციის პროცესში, რუსეთი იყენებდა უბრალოდ რუსეთმა გააკეთა ცოტა სხვანაირად, არ წასულა იქ ოკეანის მიღმა, გაიფართოვა გარშემო, იმიტომ რომ უფრო მარტივ საკონტროლოა მაგათვის. და ეგა ძალიან მნიშვნელოვანი და მეოთხე არის კიდე რომ რუსეთი დარჩა კი არა ტრენდი, ხო, იგივე ის ნარატივები, რასაც ევროპის რაღაცა ლიდერები იყენებენ დღესდღეობით, იგივე ეს სამოქალაქო სექტორზე თავდასხმები, ნაწილობრივ ის ნარატივები, რომლებსაც ამერიკელი კონსერვატორები იყენებდნენ და ამერიკელი განსაკუთრებით აი რელიგიური სამოქალაქო სექტორს რასაც ეძახიან, ხო, ესენი რელიგიური ორგანიზაციები, ანუ ეგ ინსტრუმენტები მოდის რუსეთიდან. ანუ პროპაგანდის კანონები, უცხოური აგენტების კანონები, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კარგად გამოიცადა რუსეთში და ამ სხვა ტიპებმაც ნახეს, რომ კარგად მუშაობს და თან ანუ რუსეთი ბევრს ხარჯავს მათ შორის იმაში, რომ დასავლეთში ულტრამემარჯვენეებთან და ულტრაკონსერვატორებთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, გაცვალონ მეთოდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის გაცილებით უფრო დიდი როლი აქვს რუსეთს, ვიდრე ხანდახან ადამიანებს გონიათ, მოკლედ. ხო, მაგიტო ეს რუსული კვალის დევნა ბევრგან სულაც არ არის ეგეთი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა ლამის თავბრუსხვევამდეც მიგვიყვანოს რუსეთის ეს ხშირად ხსენება, ხშირად მართლა ეგრეა, რუსეთი არის ძალიან დიდი ფაქტორი. უნდა ვისაუბროთ მოლოდინებზეც, განჭვრეტად ის თუ შეიძლება იყოს ალბათ ის, რომ ამერიკაში ტრამპი კიდე 3 წელი უნდა იყოს, თუ იცოცხლა იქამდე, იმიტომ რომ ნუ ასაკშია და ეხლა ნახოთ. იმედი მაქვს, რომ იცოცხლებს მე მოხუცები მიყვარს და იმედი მაქვს იცოცხლებს. მოკლედ, როგორი შეიძლება იყოს განჭვრეტად ის, შეიძლება იყოს გვიარუფლებების რა პირი უჩანს, ჩემთვის ყველაფერი ცოტა შაუბნელად ჩანს და მოლოდინებიც ეგეთი მაქვს. შენ როგორი მოლოდინები გაქვს, მოკლედ მაგაზეც რო ვისაუბროთ. ძალიან მარტივია, რომ შაუბნელად ჩანდეს, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ძალიან შაუბნელია, მაგრამ მე რასაც ვთვლობ ხოლმე რომ ვუყურო, ანუ მე მგონია რომ ნუ 2026 წელს რაღაცა ესეთი დიდი პროგრესის იმედი არ უნდა გქონდეს, რომ აი სადღაც ბევრგან კანონები შეიცვლება და ბევრგან რაღაცა გაშლილი ხელით მიგვიღებენ, ეგ ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენც ახლა წლის განმავლობაში რასაც ველაპარაკებით, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენს რეგიონში აქტივისტებს და თუნდაც სხვა კონტექსტებიდან, ანუ ადამიანები არიან გადასულები ერთი იმაზე, რომ შეინარჩუნონ ის სტატუს quo მაინც რაც არის, ანუ რასაც მიაღწიეს ის მაინც არ ასე ვთქვათ არ წაერთვათ და ნუ ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ არა.
და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც არის ფოკუსი, არის ის საუბრობთ იმაზე, რომ როგორ შეიძლება რა სახით შეიძლება ქვიარ მოძრაობები გადარჩეს აი ამ პირობებში. რა ტიპის ურთიერთმხარდაჭერა შეიძლება გაუწიოთ ერთმანეთს და რა ტაქტიკებს შეიძლება მიმართოთ. ან ძალიან ბევრი საუბარი არის იმაზე, რომ ქვიარებმა უნდა დავიკავოთ კუთვნილი ადგილი პროდემოკრატიულ, ასე ვთქვათ, პროცესებში, იმიტომ რომ ყოველთვის სადაც ვართ აქტიურად ჩართულები, მაგრამ ამ ბრძოლის ნაწილი ხო? კი, ამ ბრძოლის ნაწილი ყოველთვის ვართ და საკმაოდ ანუ უმეტეს შემთხვევაში, ასე ვთქვათ, წინა ხაზზეც ვდგავართ, ხო? და ნუ რაღაცა უფრო კუთვნილი ღია ადგილით შეგვიძლია რომ აქ დავიკავოთ. ამაზე ხდება რაღაც კონტექსტებში ლაპარაკი ხდება იმაზე, რომ სიტყვაზე აი დაფინანსების შემცირების პირობებში როგორ შეიძლება ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ, ხო? ანუ ადამიანები ცდილობენ რაღაცა კრეატიული ასე ვთქვათ, გადაწყვეტა მოუფიქრონ იმ პრობლემებს და ამას ახლა მარტო საქართველოზე გლობალურად ვამბობ რა, იმიტომ რომ ეს დაფინანსების შემცირება მარტო ამერიკას არ შემცირებია დაფინანსება, ხო? ჰოლანდია, გერმანია ამცირებენ მაგალითად დაფინანსებას, შვედეთიც ამცირებს განვითარების ხელშეწყობის დაფინანსებას, ხო, რაც როგორც წესი მიდის ხოლმე ადამიანის უფლებებზე. და ასევე იმაზე, რომ აი რა ქვიარ პოლიტიკის კეთება, რა სახე აქვს აი ამ იმ პირობებში, როდესაც შენ ვერ მიხვალ სამინისტროში და ვერ ეტყვი, რომ იცი რა პროტოკოლი მჭირდება რაღაცისთვის და ხო. და მე მგონია და ანუ ბევრი არის მართლა აი სათემო რაღაცა სოლიდარობის შექმნაზე, ინფორმაციის გავრცელება, შექმნა გავრცელებაზე. არა და გარედან მათ შორის მიზნად იმასაც ისახავს, რომ ეს სოლიდარობის გზები და სივრცე სოლიდარობისთვის მაქსიმალურად ჩაიხშოს და სოციალური კავშირები გაწყდეს, არის კარგი თავარი. და მე მგონია, რომ ეგ არ მოხდება, იმიტომ რომ იმ შემთხვევაშიც კი ისეთ შემთხვევაშიც კი როგორც არის ბელარუსი, რომელზეც აი ძალიან შემდგი ვაგული ადამიანები მაინც აგრძელებენ საქმიანობას. ანუ ეს ხდება უკიდურეს იატაკქვეშეთში, იმიტომ რომ ნუ ბელარუსში მართლა ძალიან მძიმე სიტუაციაა. ანუ ადამიანებს იჭერენ, შეიძლება ვერ იპოვოს სად არის და ამ შემდეგ, ანუ წამება მციხეებში და ამ შემდეგ. და ქვიარებზე აი ძალიან ეს აქ რა ქვია გარეკილი აქვს ლუკაშენკას მაინც და მაინც. მაგრამ ადამიანები როგორც ბელარუსში შიგნით ისე საზღვრებს მიღმა, ანუ აგრძელებენ აი ამ სოლიდარობის რაღაცა ქსელების ანუ ამუშავებენ ამას და რაღაცნაირად აგრძელებენ ცხოვრებას და საქმიანობას და ერთმანეთის დახმარებას, რაც თავარია. ხო და მე მაგიტომ მგონია, რომ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, ქვიარებს აი ამ რაღაცა უკიდეგანოდ ბნელ კარადაში ვეღარ შეგვყრიან. შეიძლება რაღაცეებში იატაკქვეშეთში გადავიდეთ, შეიძლება რაღაცა ტაქტიკები შევცვალოთ, მაგრამ მაინც ვიქნებით და მაინც ანუ ერთმანეთს მაინც ასე ვთქვათ დავეხმარებით და ასე თუ ისე ვიპოვით გზას, რომ ერთმანეთს ხმა და ინფორმაცია მივაწვდინოთ. ანუ ეგ მე მგონია, რომ გარდაუვალია და ეგ მაიმედებს ძალიან. ისიც მაიმედებს, რომ ყველაზე რთულ კონტექსტებშიც კი ახალგაზრდა ქვიარებს უნდათ, რომ ჩაერთონ რაღაცაში და რაღაც გააკეთონ. ანუ შესაბამისად ის ზეწოლა, რომელიც ხდება და ეხლა რუსეთში თუნდაც ხო არის ადამიანები არიან დაბადებულები და გაზრდილები, ანუ დასრულები არიან, ვისაც პუტინის გარდა არავინ არ უნახავთ და აი ამ ანტიპროპაგანდა კანონების გარეშე არ უცხოვრიათ ფაქტობრივად, ხო? მაინც უნდათ ადამიანებს რომ რაღაცა გააკეთონ, თემი იპოვონ, რაღაცაში ჩაერთონ. აი მაგეებს ვუყურებ ძალიან დიდი ოპტიმიზმით, რომ ანუ წელში ხერხემალში ვერ გადაგვტეხენ რა საბოლოო ჯამში. ქვიარები როგორც არსებობდნენ ისტორიულად ყოველთვის, ისე ვიარსებობთ ყოველთვის. და ისე გავატანებთ ერთმანეთს თავს. კი და ბევრად უფრო ესეთი რთულ ვითარებასა და სიტუაციებში ძალიან ესეთი სოლიდარობის გზები მონახულა შესაბამისად ალბათ სამომავლოდაც ეს გზა არ გაქრება. ერთი კიდევ რაც მინდოდა მე თქვა აი დემოკრატიული პროცესისთვის ბრძოლა და წინააღმდეგობაში ყოფნა არაერთხელ ვახსენეთ პრინციპში ამ საუბრის დროს და მე ზოგჯერ მაქვს განცდა მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების ეს სპექტრი ძალიან დიდია ზოგჯერ მაქვს განცდა რომ რაღაცნაირად ეს წინააღმდეგობაც კი ხორცმეტივით უყურებს ქვიარ საკითხებს თითქოს რაღაცა ცოტა უსიამოვნოს შობდა არ ყოფილიყო მაგრამ არის და რაღაც
მე მგონია იმის დანახვაც აუცილებელია, რომ არ არსებობს რაღაცა ეს დემოკრატიული ბრძოლის პროცესი და არ არსებობს რაღაცნაირად ეს ვითარება, სადაც ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ ქვიარ უფლებებს ვტოვებთ იქვე. რა რაღაცნაირად მე მგონია, რომ წინააღმდეგობაში ყოფილი ადამიანებმაც უნდა წარმოიდგინონ რაღაცა ამ საერთო პროცესში და ამ საერთო თარგში მათ შორის ქვიარ უფლებებიც ეწერება და ამ ხორცმეტივით კი არ უნდა უყურებდნენ როგორც რაღაცა ან შესაძლებლობას, ან აუცილებლობას, რომ მოიაზრებდეს ეს ბრძოლა მათ შორის ქვიარ უფლებების დაცვას რა. სხვა არ ვიცი პრინციპში სულ ეგ იყო საუბარი. არა ხო მეც მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები და ანუ იმიტომ რომ მეც შემხვედრია რაღაცა საუბრები რომ აი ეხა ამისი დრო არის და ეხა კიდე რაღაცა ჩვენ აქ საერთო საქმისთვის ვიბრძვით და ანუ შენ რა შუაშია ეს შენი ცალკე რაღაცა ქვიარობა და იქ რაღაცა რა და მანდაც ძალიან ბევრი არის ბუნებრივია სამუშაო. ერთადერთი რასაც ხა მაგალითად ქართულ კონტექსტში ვუყურებ ცოტა ოპტიმისტურად და შეიძლება ოპტიმისტურად იმიტომ ვუყურებ რომ გარედან ვუყურებ შედარებით ხო იმიტომ რომ არ ვცხოვრობ საქართველოში ესე არის მაინც ის რომ რაღაცა საკითხებზე კონსენსუსი შედგა. აი ის ადამიანები ვინც გამოდიან პროტესტზე ხო აი თავის ერთობლიობაში კონსენსუსი მასთან დაკავშირებით რომ ჩვენ არ გვინდა ძალადობრივ და ჩაკეტილ საზოგადოებაში ცხოვრება მე ეს კონსენსუსი აქამდე არ მქონა ნანახი ქართულ საზოგადოებაში და ეხლა მე მგონია რომ ცოტა უფრო ფართო ასე ვთქვათ ჯგუფში დადგა რაც იმას ნიშნავს რომ შეიძლება ამ პირობებში უფრო გამარტივდეს ზუსტად იმისი ჩაშლა რომ კარგი საერთო საქმეს რო იძახი ეს საერთო საქმე რისგან შედგება ეს საერთო საქმე შედგება იმისგან რომ სიტყვაზე რა ვიცი მე ეტლში მჯდომ ადამიანს სივრცეებზე კონდეს წვდომა და არ იყოს სახში გამოკეტილი ციხესავით ხო ეს საერთო ბრძოლა იმას ნიშნავს რომ ქალს რა ვიცი მე ქმარი არ უნდა სცემდეს და თუ სცემს სასწრაფოდ მიიღოს ყველანაირი დახმარება რომელიც სჭირდება და ასევე შედგება იმისგან რომ მე როგორც ქვიარ ადამიანს ხო ანუ ამ საზოგადოებაში უნდა შემეძლოს ისე ცხოვრება რომ ვიღაცა არ მაფურთხებდეს არ მაგდებდეს არ მცემდეს და არ მიყურებდეს როგორც ხორცმეტს ზოგადად ხო მე მგონია რომ უბრალოდ ანუ რთული ალბათ და დასანანი ის არის რომ ეს ისევ ჩვენი როგორც ქვიარების მხრებზე გადადის ყოველთვის ანუ ეს არის ჩვენი სხეული ჩვენი ხმა რომელმაც უნდა გაიტანოს ისევ და გააგრძელოს ამ მესიჯის გატანა და მესმის რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამით არის დაღლილი. ხო, მაგრამ ნუ მაინც მგონია რომ ძალიან მოუსვენარი ხალხი ვართ რა ეს ქვიარები, მაინც გავაგრძელებთ ამის კეთებას და მაინც ცოტა ვცდილობ რომ უფრო მეტად ოპტიმისტურად შევხედო და მეორე ეს არის რასაც ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ თუ მაგალითად შეხება მაგ შვედეთში იგივე ხო ვიღაცა პოლიტიკოსებთან ან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ანუ ჩემი ერთ-ერთი მესიჯი არის ხოლმე რომ აიო პოლიტიკურ ოპოზიციასთან რომ მუშაობთ საქართველოში ხო და თუ მუშაობთ და თუ იმუშავებთ ქვიარ ადამიანების საკითხი უნდა იყოს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე და რატო? იმიტომ რომ საქართველოს არც ერთმა მთავრობამ რეალურად ხო ეს თანასწორობაზე რო ლაპარაკობდნენ და რაღაცა ანუ რეალურად არც ერთი არ აკეთებდა ინვესტიციას არც ფულს თავი დაანებო ხო რაღაცა იმის რა ქვია ენერგიის ინვესტირებასაც კი არ აკეთებდნენ იმაში რომ მართლა გაეგოთ რომ აი ჭეშმარიტი თანასწორობა და ინკლუზია რას ნიშნავს ხო და იყო ეს ყოველთვის ზედაპირული. ანუ ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც რო იღებდნენ 2014-ში, ანუ მანდაც ესეთი ორმაგი ნარატივი იყო რა, დასავლელებს ეუბნებოდნენ რომ აი ეს მივიღეთ ჩვენ და ნუ როგორი ის გვაქვს რა ქვია, როგორი ერთგულები ვართ ამ პრინციპების და საქართველოში ამბობდნენ რომ აი ვიზა ლიბერალიზაციას არ მოგვცემდნენ წინააღმდეგ შემთხვევაში და მაგიტომ დავაჭირე ღილაკს რა. აი ეს ორმაგი სტანდარტები მარტო ქართული ოცნების პრობლემა არ არის და არ ყოფილა. და შესაბამისად, ანუ ჩვენ თუ გვეყოლება ოდესმე რამე სხვა მთავრობა, ხო? და რომელსაც უნდა რომ კონდეს და ევროპასთან მათ შორის კავშირი და რაღაც, ანუ ქვიარ საკითხები არ არის negotiable, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მაგაზე ესეთი მოლაპარაკებების საგანი და რაღაცა სპეკულაციის საგანი ვერ უნდა იყოს. ვერავითარ შემთხვევაში, ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ იგივე წერტილამდე რა წერტილზეც ვართ. სპეკულაციის საგანი რო იყო კი ვნახეთ. ხო, მაგიტომ ვართ იქ სადაც ვართ.
ხო, ფარისეულობაზე უკეთეს სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ნამდვილად ვერა. ეს სულ ეგ იყო პრინციპში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი მადლობა რომ გვისმენდით. დაელოდეთ ეპიზოდებს სამშაბათობით 7 საათზე. ისევ შეგახსენებთ რომ გამოგვიწეროთ და მოკლედ გვადევნეთ თვალი.